არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომ საჭიროა გარკვეული პერიოდულობით ერთი ჰიდროლოგიური წლის განმავლობაში დაკვირვებების წარმოება თვითონ ეროზიებთან დაკავშირებით ეს ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება. გარდა ამისა, იყო რეკომენდაცია, რომ არ არის კარგად გაკეთებული ეგრეთ წოდებული cost-benefit ანალიზი, კარგად კი არა, საერთოდ არ არის, ანუ რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს და ასევე ძალიან ისე კარგად არის შესასწავლი კიდევ და ღონისძიებები მოსაფიქრებული სოციალური მხარი, სოციალური ასპექტების გათვალისწინების მიზნით. ანუ ყველაფერი ამის გათვალისწინებით იყო ნათქვამი, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გახდეს ესეთი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი. ჩვენი მიდგომა არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ანუ ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგურები იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს კიდევ ჩვენ ზამთრის პერიოდში ვიწევს ელექტროენერგიის იმპორტირება შემოტანა რუსეთის ფედერაციისგან. თუმცა უნდა ვთქვა, ძალიან დიდი შესაძლებლობა გააჩნია ქვეყანას არსებული რესურსების ათვისების შემთხვევაში გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები და ექსპორტიორი ქვეყანა.